სემინარიის მესამე კურსის სტუდენტი როცა ვიყავი, მაშინ გაჩნდა ფიქრი იმაზე, თუ რაზე მან დამეცვა სადიპლომო ნაშრომი. ბევრ საკითხთან მიმართებით ჰქონდა ფიქრი, მაგრამ რითიც დავინტერესდი, ეს იყო კრუთა საზოგადოება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღმოჩენა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ღვთის სიტყვის მიწოდებას ჟესტურ ენაზე. როგორ ღებულობდნენ ამას, ღვთის სიტყვას როგორ ღებულობდნენ? სურვილი გამიჩნდა, რომ შემესწავლა ჟესტური ენა. პირველი წირვა, რომელიც ჩვენ უკვე ჟესტურ ენაზე აღვასრულეთ, იყო მართლა განსაკუთრებული ემოციით დატვირთული და დიდი სიხარულის მიმცემი. ამ სიხარულით მომდივართ დღემდე და გვიხარია, რომ ერთად ავარ და ვადიდებთ უფალს. ბავშვობიდან ვიცი ჟესტური ენა, რადგან ყრუპირების შვილი ვარ. გავიგე, რომ მამა გიორგი არის, რომელმაც შეისწავლა ჟესტური ენა. პირველად რომ მოვედი, საოცრება იყო, ძალიან გაკურვებული ვიყავი, რომ აი როგორ შეიძლება არა ყრუების შვილმა, არა ასმენა დაქვეითებულის შვილმა ისწავლა ჟესტური ენა. შეიძლება თქვენ თანადგომა, მეგობრობა გინდოდეთ, საუბარი, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის მზაფავთ. ეს ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის ილია მეორის კურთხევით შეიქმნა ეკლესია, სადაც ჟესტურ ენაზე მსახურება არის, სადაც აღსარების მიღება შეიძლება მესამე ადამიანის მონაწილეობის გარეშე, თქვენ შეგიძლია მომბრძანდეთ და ვიმეგობროთ. რა თქმა უნდა, როცა უკვე მათთან მე ურთიერთობა და მსახურება დავიწყე, რაღაც პერიოდი მქონდა ესეთი განცდა, რომ იცი რა კაი რაღაცას აკეთებ, მამა გიორგი, რა ხო ჩაღიხარ. შენ ძალიან მცირედი გაიღე იმისთვის, რომ მიგეღო ის დიდი რამ და დიდი სიყვარული, რასაც ეს ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ერთი ძალიან დიდი უცნაურობაც მე დროთა განმავლობაში, რასაც მე ახლა ვუყურებ ამ ადამიანებს და შემამჩნია ის არის, რომ აი ჩივილი რო იცი და რატო დავშვა მეთქვა, რომ ყოველყოფილიყავი. ხო, რაღაც სასჯელის განცდა ემოციით ჩემთან ამ ადამიანებს ამ მდგომარეობასთან მიმართებით არ ვსაუბრებ და ეს დასაფასებელი და მისაღებია შეიძლება იყოს.
არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსაკუთრებულები არიან, მაგრამ ჩვენთვის ისინი არიან უპირველეს ყოვლისა ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ძალიან კეთილები, ერთგულები. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა რომ ყველას სიხარული და ბედნიერი ცხოვრება გისურვოთ მომავალში. მე მიხარია, რომ შემიძლია თქვენ ენაზე ვილაპარაკო. ჟესტური ენა მნიშვნელოვანია თქვენი თემისთვის. ასევე მინდა რომ უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ქრისტეს სიყვარულში არიან, იცოდნენ რომ მათ ჩვენ ყოველთვის ველოდებით. ყველა ყრუს მოკითხვა ჩემგან და სიყვარული და სიხარული თქვენ. მიყვარხართ მამა გიორგი. გაიხარეთ. ვიხარია რომ ჩვენს ენაზე ვესმის ის სიტყვა და ვალიდებ მეც.